დღეს გეტყვით როგორ მოვირჩინოთ დილაობით ყელის ტკივილი და ზოგადად ყელის ტკივილი და რატომ ხდება, რატომ ვითარდება. შეგიმჩნევიათ ალბათ რომ დილაობით რო ვიღვიძებთ ხოლმე ზოგჯერ არის დღეები, ზოგჯერ მთელი კვირაც გაბმულად ყელი რო გტკივა რაღაცნაირად და მე გაგივლის, მაგრამ რაღაცა ის დღე ცოტა სუსტად ხარ მაინც და ხასიათზე ვერ ხარ და რაღაცა. და შეიძლება გვიფიქრია რომ აი გუშინ შემცირდა ან რაღაცა თავი რო დავიბანე რაღაც ესეთი. ანუ რა არის სიმართლე? სიმართლე ის არის რომ ზოგადად ქარი წვიმა და ესე გაციებას და ყელის ტკივილს პირდაპირ არ იწვევს, ამათ იწვევს ვირუსი, მაგრამ გაციება და სიცივე ქმნის შესაბამის პირობებს იმისთვის რომ ვირუსი გააქტიურდეს. ანუ როცა მაგალითად ცხვირის ხრუში ტემპერატურა 37 უნდა იყოს, თუ კი დაეცემა 32-მდე და სიცივის დროს ეცემა ამ დროს ვირუსები შედიან უჯრედებში ადვილად, მაგრამ იქიდან ადვილად ვერ გამოყავს, ვერ გამოდევნის ორგანიზმი და კიდე სხვა დაცვითი სისტემები სუსტდება, სისხლის მიმოქცევა სუსტდება, შესაბამისად ადამიანს ადვილად ემართება ვირუსული ინფექცია. ანუ შესაბამისად სიცივე ქმნის წინაპირობას მოკლედ და მე ვირუსები აკეთებენ თავის საქმეს და ასევეა ხახა ყელის მიდამოში ადამიანს თუ კი შესწირდა, შედარებით გამოუშრება ეს ყელი სიცივეზე და უფრო ადვილად ემართება ინფექცია და მეორე დღეს შეიძლება სტკიოდეს. ხო, ეს შეიძლება ალერგიის გამოც იყოს, პოსტნაზალური გრიპის სინდრომი, ცხვირიდან გადადიოს ლორწო ყელში და ეგ ტკენდეს, შეიძლება იყოს მჟავიანობის გამო, საყოველთაოდ მჟავა ამოდიოს და ის აღიზიანებს, მაგრამ თუ ვიტყვით რომ უმეტესად როგორა, უმეტესად ვირუსია. უმეტეს შემთხვევაში ვირუსია და ორგანიზმი ამ ვირუსს ებრძვის ჩუმად. ახლა ვთქვათ რა უნდა გავაკეთოთ. ყველაზე მარტივი და მთავარი რაც შეგვიძლია გააკეთო და რაც კვლევებითაც დადასტურებულია რომ ეფექტურია, არის ნახევარი ჩაის კოლზი მარილი, ნახევარი ჩაის კოლზი სოდა, ჩაყარე წყალში, ნელთბილ წყალში, ერთ ჭიქანში დაახლოებით 240 მილილიტრი გამოდის დაახლოებით და გამოივლე ყელში. და შემდეგ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გაიჩერე და გამოივლე და შემდეგ გადმოანერწყვე, გადმოღვარე და 3-4 ჯერ გააკეთე ეს. და თვითონ ეს გამოვლება გააკეთე 2 ან 3 ჯერ დღეში. ახლა ეს რას აკეთებს? ანთებას შეამცირებს, ყელში რო ანთება არის, ყელის ლორწოვან გარს გაწმენს, ლორწოვანს შეამცირებს, შეათხელებს და ეს შეთხელებული უკეთესად გამოდევნის ვირუსებს და შეშუპება შეამცირებს. შეშუპება შეამცირებს, იმიტომ რომ როცა მარილი მოხვდება, უჯრედებიდან სითხე გამოვა გარეთ, უჯრედებიდან რო სითხე გამოვა, ის იმ გაღიზიანებული ნერვებს, გასიებული უჯრედები აწვება ნერვებს და მაგიტოვა ყელის ტკივილი და როცა ეს უჯრედები დაიჩუტება, ნერვებს აღარ აწვება და ყელის ტკივილი შემცირდება. ეგ არის ყველაზე მარტივი დღის განმავლობაში რაც შეგვიძლია გააკეთო, როცა ყელი გტკივა. მეორე რისი გაკეთება შეგვიძლია არის ნელთბილ წყალში გახსნა თაფლი. 1 ან 2 კოლზი, ჩაის კოლზი ოღონდ თაფლი და ნელ-ნელა დალიო. ისედაც შეიძლება პირდაპირ შეჭამო ნელ-ნელა თაფლი 2 კოლზი, მაგრამ სასურველია ნელთბილ წყალში გახსნა, როცა ყელი აქვს გაღიზიანებული ადამიანს. თაფლს რამდენიმე დადებითი მახასიათებელი აქვს, როცა გაციებას ეხება საქმე, ერთი ხელას ამცირებს ხოლმე. მეორე არის რომ ცოტათი ანტივირუსული მოქმედება აქვს, არა დიდად, მაგრამ ცოტათი. ასევე ყელის და ხახის ლორწოვანს გადაეკრება თხელფენად და გაღიზიანება მცირდება. და ეს გაღიზიანება ხოლმე ტკივილს, უსიამოვნ შეგრძნებას და იმას რო იწვევს და ამიტომ ეხმარება. თაფლი აუცილებლად ნელთბილ წყალში ან ნელთბილ ჩაიში, არაც ხელში, 60 გრადუსზე ზევით არ უნდა იყოს, ნელთბილი უნდა იყოს, იმისთვის რომ თაფლის სასარგებლო ფერმენტები და ცოცხალ კომპონენტებს რო ეძახიან, რასაც შეიცავს თაფლი, ის არ მოკვდეს. ამიტომ ეგ არის ცხელი, ამიტომ არ არის სასურველი. და მესამე რისი გაკეთებაც შეგიძლია არის ისუნთქო ორთქლი,
ანუ ორთქლის სუნთქვა დატენიანებას იწვევს მთლიანი სასუნთქი სისტემის, სასუნთქი გზების და ანთება მცირდება, ვირუსების გამოდევნა ადვილდება და ოთახის დამატენიანებელი საღამოობით მაგალითად ძილის წინ რო ჩართო ოთახის დამატენიანებელი ადამიანებს განსაკუთრებით ვინც სუნთქავს პირით მნიშვნელოვნად ეხმარება, იმიტომ რომ როცა პირით სუნთქავ გამოშრება შენ სასუნთქი გზები და დილით მერე იღვიძებ ყელის ტკივილით. აი ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ დამატენიანებელს თუ ჩართავ მნიშვნელოვნად დაეხმარება და შედეგად უფრო ნაკლებად გეტკინება ყელი. ახლა რისი გაკეთება შეიძლება საკვები დანამატებიდან და მერე წამლები ვთქვათ. საკვები დანამატებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის თუთიის საწუწნი აბები. ძირითადად არის თუთიის გლუკონატი. შეიძლება იყოს თუთიის აცეტატი, თუთიის ოქსიდიც მინახავს. ანუ სხვა თუთიის საწუწნი აბები ჯამში ეფექტურია, იმიტომ რომ ანტივირუსული მოქმედება აქვს, მოკლედ ვირუსებს ებრძვის ადვილად და ხელს უშლის ვირუსების უჯრედებზე მიწებებას და მერე შესვლას და მათ გამრავლებას. ამიტომ თუ კი გრძნობ რომ ესეთი ყელის ტკივილები დაგეწყო 2-3 დღის განმავლობაში საღამოობით ძილის წინ ან დღეში ორჯერ შესაძლებელია რომ მიიღო დაწუწნო ძირითადად ცუდი გემო არ აქვს, კარგი გემო აქვს ხოლმე სპეციალურად შესაბამისად მიიღება. ისედაც შეიძლება რომ ტაბლეტები გადაყლაპოს, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია ტაბლეტების გადაყლაპვა, საწუწნი აბები ბევრად უკეთესად მუშაობს. მეორე საკვები დანამატი რაც შეიძლება მიიღო, ეგეთ დროს არის C ვიტამინი. C ვიტამინი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთი რომ ლორწოვანს ხომ აზიანებს, ხახის ლორწოვანს აზიანებს ვირუსები და ამ ლორწოვანის აღდგენას ეხმარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე რასაც აკეთებს, იმუნიტეტს აქტიურებს და იმუნური სისტემა მუშაობს უკეთესად, როცა C ვიტამინის ნაკლებობა არ აქვს ადამიანს და როცა სტრესულ სიტუაციებში და სტრესის დროს და ისედაც C ვიტამინის ხარჯავს ძალიან აქტიურად ორგანიზმი. ამიტომ ხშირად არის რომ განსაკუთრებით როცა ინფექცია C ვიტამინის დეფიციტი აქვს ორგანიზმს. ამიტომ C ვიტამინის მიღება 500-დან 1000 მილიგრამამდე, 250-დანაც შეიძლება დღის განმავლობაში მიიჩნევა ეფექტურად წყალთან ერთად, საკვებთან ერთად ნაკლებად გააღიზიანოს კუჭი. C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი და დადასტურებული საკვები დანამატია, ამიტომ C ვიტამინის მიღება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შორის არის კვლევები, რომ თქვათ გრიპი და გაციების რაოდენობას კი არ ამცირებს, მაგრამ სიმსუბუქეს უფრო მსუბუქად შეიძლება დაგემართოს მაინც, მაგრამ მსუბუქად გაივლის, არ გაგირთულდება, აი ამითია მნიშვნელოვანი. და D ვიტამინი იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე და D ვიტამინის დეფიციტი აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, თითქმის პოპულაციის 40%, თითქმის ყოველ მეორე ადამიანს. ამიტომ D ვიტამინის მიღებაც ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შენი იმუნიტეტისთვის შეიძლება გააკეთო 800-დან 1000 საერთაშორისო ერთეულამდე დღის განმავლობაში. მეტიც შესაძლებელია იქიდან გამომდინარე დეფიციტი არის თუ არა და როგორი დეფიციტია. და ბოლოს თუ მაინც არ გიშველათ ამ სახალხო და ტრადიციულმა მეთოდებმა, არსებობს წამლებიც რა თქმა უნდა ყელის ტკივილისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო რაც მიიჩნევა არის ეს ბენზიდამინი, იგივე ტანტუმ ვერდე, შეიძლება გაგიგიათ, ასე ბენეტიც იგივეა და ეგ მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესოდ, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად, რაც შეიძლება რომ შეისხურო, შესასხურებლებია, ეს გამოსავლებიც არის, მაგრამ შესასხურებლებია უმეტესად და ტკივილს და ანთებას ამცირებს ორივე და თუ ვიტყვით აი საუკეთესო მოკლედ ყელის ტკივილის ამბებში, ეგენია რა, ბენზიდამინი, ანუ ტანტუმ ვერდე და ბენეტი. კიდე არის სხვა დასახელებებით, მაგრამ ეს საქართველოში მაგალითად ეგ ხდება. ჰექსორალიც ერთ-ერთი კარგია, უფრო ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, უფრო სწორად და სოკოს საწინააღმდეგო, მოკლედ მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ეგეც კარგია, მაგრამ როგორც წესი უფრო ჩქარი, უფრო კარგი და უფრო შედეგიანი მოქმედება აქვს ხოლმე ბენზიდამინებს, ანუ რაც ვთქვი ზევით.
და ინგალიპტიც ასევე ინგალიპტი ეს ძველი გეცოდინებათ ალბათ, მაგრამ შემადგენლობა საინტერესოა აქ რა, ანუ სულფონამიდები ის არის ანუ ანტიბაქტერიული მოქმედება, კიდე რაღაც ესენციური ზეთები აქვს, ევკალიპტი და ანუ ჯამში აი ფორმულა ძალიან კარგად შესწავლილი არ არის, მაგრამ აი პრაქტიკაში რომ მუშაობს ხოლმე ეგეთი რაღაცაა რა, ანუ ტრადიციული ანტიმიკრობული დამამშვიდებელი სპრეია, რომელიც პოპულარულია და რომელიც ძვირი არ ღირს. ამიტომ ეგ სამი მიიჩნევა რეალურად ყველაზე კარგებად პრაქტიკიანადაც, ხო? ნუ თუ ვიტყვით რომ პირად მე რაც შედეგები მინახია და დავკურები ვარ, ბენზიდამინს არ ყავს კონკურენტი, ანუ ისა ტანტუმერდე და ბენეტი საუკეთესოებია მაგ ამბავში. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები გამოწერეთ ან დააკომენტარეთ, ნებისმიერი თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია, ხო ვისაც გაქვთ სურვილი დონაციების, აღწერაში არის დონაცია ანგარიშის ნომრები და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები არხის განვითარებას, ეს დაეხმარება. მადლობა ინტერესისთვის.